ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფოტოები. დონალდ ტრამპის სამ ფოტოზეა გამოსახული. პირველ ფოტოზე რამდენიმე ქალბატონთან ერთად არის, რომელთა სახეებიც დაფარულია. კიდევ ერთი ფოტო 1997 წლის ვიქტორიის სიქრეთის წვეულებიდანაა, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად ჩანან. ტრამპი მესამე სურათზეც ქალბატონთან არის, რომლის სახეც ასევე დაფარულია. დემოკრატების მიერ გამოქვეყნებულ 19 ფოტოს სურათზე დონალდ ტრამპის გარდა რამდენიმე ცნობილი პიროვნებაა გამოსახული. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, კინორეჟისორი ვუდი ალენი, ეკონომისტი ლერი სამერსი, ადვოკატი ალან დერშოვიცი, ბრიტანელი მეწარმე რიჩარდ ბრენსონი და მაიკროსოფტის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი. კომიტეტი ეპშტეინის საქმიდან ამჟამად დაახლოებით 95,000 ფოტოსურათს იკვლევს. ცნობისთვის 19 დეკემბრისთვის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს ყველა ფაილი, რომელიც დაკავშირებულია ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებასთან. გავრცელებული ფოტოების შესახებ დონალდ ტრამპ ჟურნალისტებმა კითხეს, რაზეც შტატების ლიდერმა თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. მე არ მინახავს ფოტოები, მაგრამ ყველა მიცოდა ეს კაცი. ის მთელ პალმ ბიჩში იყო. მას ყველასთან აქვს ფოტო. თითქმის ასობით ადამიანია, ვისაც მასთან ფოტო აქვს გადაღებული. ასე რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.